თანამედროვე ბიზნესში ფინანსური მენეჯმენტის ცდება მხოლოდ ბიუჯეტირებისა და ანგარიშგების ჩარჩოებს და CFO უკვე კვალიფიცირდება როგორც ღირებულებაზე ორიენტირებული ლიდერი. ამას ადასტურებს BDO Global-ის case study, რომელიც ACCA-სთან ერთად მომზადდა და ზუსტად აჩვენებს, როგორც ცვლის ღირებულებაზე დაფუძნებული მიდგომა არა მხოლოდ ფინანსურ ფუნქციას, არამედ მთლიანად ორგანიზაციის შეფასების პარადიგმას, როგორც შიდა, ისე გარე დაინტერესებული მხარეებისათვის. დღეს ჩვენი მიზანი არის ის მნიშვნელოვანი ცვლილებები დაგანახოთ და გაგიზიაროთ, რომლებიც ფინანსური ფუნქციის სტრატეგიულ დონეზე ინტეგრირებით ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, მდგრადობას და ღირებულების გრძელვადიან შექმნას. ამისთვის კი საქმენდილას სტუმრობენ ქედევან ზარიძე, BDO-ს პარტნიორი ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულების ხელმძღვანელი და ასევე მიხეილ ჟოჟუნაშვილი, BDO-ს ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგის მიმართულების დირექტორი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა და მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო თემით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიღმა ყველაფრისა ისეთ თემაზე მსჯელობა, რომელიც უკავშირდება ფინანსური დირექტორის, ანუ CFO-s, კლასიკური აღქმის ტრანსფორმირებას, ღირებულებაზე ორიენტირებული ლიდერის, ანუ გამოდის Chief Value Officer, ხო? კი. CVO. CVO, ღირებულებაზე ორიენტირებული ლიდერი. ოჰო. კი ბატონო. ეგეთი რაღაცა. მე ამ შემთხვევაში თქვენთან მინდა დავიწყო ესეთი კითხვით. ჯერ ძალიან მაინტერესებს ამისი ანალოგია და რა გამოიკვეთა არის თუ არა ეს პრაქტიკა ზოგადად მსოფლიოში მიგნება, მოდი ესე ვიტყვი, ვიდრე პრაქტიკაზე გადავალ და ზოგადად რატომ გახდა საერთოდ აუცილებელი, რომ ფინანსური დირექტორი და არა რომელიმე სხვა მიმართულება ტრანსფორმირებულიყო და ყოფილიყო CVO-s, ასე ვთქვათ, ღირებულებათა აი ამ ლიდერის ფუნქციის მატარებელი კომპანიაში. დავიწყოთ იმით, რატომ გახდა ეს ცვლილება აუცილებელი. სიახლე არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ და ბიზნესისთვის ეს არის ნამდვილი გამოწვევა. ანუ მას ეცვლება ხშირად ადამიანური კაპიტალი, მისი მომხმარებელი იცვლის ქცევას, არის ძალიან გამძაფრებული კონკურენცია და მომხმარებლები როგორც შიდა ისე გარე მოითხოვენ მისგან არა მხოლოდ ფინანსურ სტაბილურობას, არამედ რაღაც მდგრადი ღირებულების შექმნას. BDO Global-მა, სანამ BDO Global-ის კვლევაზე გადავალ, პრინციპში ბიზნესი რომ გადარჩეს და გრძელვადიანად გააგრძელოს ფუნქციონირება, უნდა მოერგოს და ადაპტირდეს ამ ცვლილებების მიმართ. და მთავარი როლი ამ ცვლილებებში, ვინც ეხმარება ბიზნესს, არის ფინანსური მენეჯერი. ფინანსური დირექტორი, მე ფინანსურ მენეჯერს ვიხმარ. BDO Global-მა ჩაატარა კვლევა ACCA-სთან ერთად თანამშრომლობით. კვლევის მიზანი იყო გამოეკითხათ სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა დარგის ფინანსური მენეჯერები და მათი პრაქტიკა. და აღმოჩნდა, რომ ფინანსური მენეჯერები უკვე არიან ჩართულები არა მხოლოდ ფინანსური სტრატეგიების განსაზღვრაში, არამედ ბიზნესს ეხმარებიან გრძელვადიანი ღირებულების შექმნაში და სწორედ ეს არის ის ტრანსფორმაცია, რაზეც თქვენ დამისვით კითხვა, რომ ფინანსური მენეჯერი თავისი ტრადიციული როლიდან CFO-დან გადადის CVO-ში, ანუ ღირებულებაზე ორიენტირებული ლიდერი ხდება. BDO საქართველოს კამპანიაც არის BDO Global-ის კამპანიის გაგრძელება და ჩვენ გვინდა რომ რაღაცნაირად უფრო მეტი საინფორმაციო კამპანია ვაწარმოოთ იმისთვის, რომ მივეხმაროთ ქართულ ბიზნესსაც ტრანსფორმირდეს მათში ფინანსური მენეჯერის როლი. კლასიკური როლი, რაც ეხლა აქვს მორგებული. კონკრეტულად BDO საქართველოს როლზე, რომ ვისაუბროთ აი ამ გლობალური ტენდენციიდან გამომდინარე, თუ რატომ შეიქმნა, ანუ რა საჭიროებებიდან შეიქმნა იმ ახალი სისტემის დანერგვა, KPI-ების სისტემის, კონკრეტული მეტრიკა თუ მაჩვენებელი ბიზნესისთვის, რა იყო ის მთავარი საჭიროება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ მაყურებელს მოგესალმები, მადლობა, მეც მიხარია. ესე იგი, BDO საქართველოს როგორც თქვენ იცით, ხო, წლებია უკვე ბაზარს თავაზობს CFO outsource service, Chief ფინანსური მენეჯმენტის outsource, რასაც ქვია და აი ამ სერვისის ფარგლებში პრაქტიკულად ისე გამოვიდა, რომ ქსელის ტენდენციის პარალელურად
შემუშავდა ეს KPI-ების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო წინა გასული პერიოდის ფინანსური ინფორმაციის გაანალიზებას და მიმდინარე ფინანსური რაღაც საკითხებზე რეკომენდაციების გაწევას, არამედ აი რაზეც ქეთი მისაუბრა ზუსტად გრძელვადიან პერიოდში სტრატეგიული ღირებულებების შექმნას კომპანიისთვის, რასაც გულისხმობს ეს CVO-ს როლი, რა Chief Value Officer-ის როლი და შესაბამისად გამოდის, რომ ეს ფინანსური მენეჯერი ხდება ერთ-ერთი წამყვანი რგოლი კომპანიის მენეჯმენტში, წამყვანი როლი, ვინც ჩართული არის ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თვითონ ეს სისტემა, რომ ამ ბიზნესებს ვუთხრათ, უფრო განვუმარტოთ, ჩამოყალიბებულად ეს სისტემა როგორ მუშაობს? ანუ როგორ უწყობს ხელს ბიზნესებს, რომ აი ამ ერთგვარი რაღაცა რეაგირებიდან პირდაპირ გადავიდნენ მართვის ნაწილზე და ესე ვთქვათ, პირდაპირ მიიღონ მათ სარგებელი აი ამ სისტემის მეშვეობით. გეტყვით, ესე იგი ეს სისტემა ფინანსურ საქმიანობის შედეგებს და ფინანსურ მდგომარეობას კომპანიის აანალიზებს 4 ძირითადი პერსპექტივიდან, რა ესე რომ შევხედოთ. ეს არის მომხმარებლის პერსპექტივა, ეს არის რძის დაგაფართოების პერსპექტივა, ეს არის შიდა საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციის პერსპექტივა და რა თქმა უნდა ფინანსური პერსპექტივა. ან მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ მხოლოდ ფინანსური გადმოსახედიდან არ უყურებს სტანდარტულად, როგორც Chief Value Officer-ის როლი იყო მანამდე და 4 ძირითადი პერსპექტივით აანალიზებს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების დაზარალების ხარჯზე არ ხდება მხოლოდ მოკლევადიანი რაღაცა ფინანსური მოკლევადიანი სარგებლის მიღება და აი ამ სარგებელზე ორიენტირება არ ხდება ინვესტორის გრძელვადიანი ინტერესების დაზარალების ხარჯზე ფაქტიურად. ანუ ეს არის მთავარი განმასხვავებელი. ხო, ეს არის მთავარი განმასხვავებელი და ეს არის ის, რასაც პასუხობს ეს ტიმ, ანუ რა გამოწვევებსაც პასუხობს, ხო, ალბათ ეს სისტემა, რაც სჭირდებათ დღეს ბიზნესებს და ასევე საინტერესო არის ის მიდგომაც, ეს ახალი განახლებული მიდგომა და განსხვავება ტრადიციულისგან. როგორც ბიზნესებისთვის თავისთავად, მათ შორის და აი მართვის ნაწილში, რა სჭირდებათ კომპანიებმა, რომ გაითვალისწინონ აი ამ სხვაობაში? მოდი ორად გავყოფ პირველი გამოწვევებზე ვისაუბროთ და მე ტრადიციული შედარებაც გავაკეთოთ. გამოწვევებთან დაკავშირებით შეგვიძლია ესეთი რაღაც ვთქვათ, რომ ნებისმიერი ტიპის თუ პროფილის ინდუსტრიის კომპანიისთვის შეიძლება რაღაც საერთო გამოწვევების წინაშე დადგნენ რა ყველა. რა შეიძლება იყოს? მაგალითად ეს შეიძლება იყოს რისკების დროული იდენტიფიცირება და მართვა, ხო? რისკებზე როცა ვლაპარაკობთ, უფრო კონკრეტულად რო შევეხოთ, რისკი შეიძლება იყოს მაგალითად ლიკვიდურობის რისკი, მაგალითად მარაგების დეფიციტის რისკი, ან რაღაცა ნებისმიერი ინდუსტრიაზე მორგებული რაღაცა სპეციფიური რისკი. ასევე გამოწვევა შეიძლება იყოს მომხმარებლის მოთხოვნილებების სუსტად და სწორად გაგება და კონკურენტული პოზიციონირების შენარჩუნება ბაზარზე. გამოწვევა შეიძლება იყოს მაგალითად გრძელვადიანი გაფართოების გეგმების იდენტიფიცირება და ამ შესაძლებლობების მერე გამოყენება სწორად. ასევე გამოწვევა შეიძლება იყოს საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია და რა თქმა უნდა ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ინვესტორისთვის მისაღები რაღაცა მიზნობრივი სარგებლის უკუგების შექმნა, ხო? აი ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა ეს სისტემაც და ეხლა რაც შეეხება განსხვავებას თქვენაც ვკითხეთ, ხო, ტრადიციულ მიდგომასა და ამ განახლებულ KPI-ების სისტემას შორის. განსხვავება არის, მოდი მაგალითის სახით უფრო გასაგები რო იყოთ, ბიუჯეტის პროცესის მაგალითზე ვთქვათ, რომ ტრადიციული ბიუჯეტის პროცესი როგორია? რომ იგეგმება რაღაცა ხარჯები, დაგეგმილი ხარჯები გვაქვს, მერე ფაქტობრივი ხარჯები ითვლება, ერთმანეთს უდარდება ეს ორი მონაცემი და ამ სხვაობების კვლევით და სხვაობების გაანალიზებით მერე ხდება კონტროლის მექანიზმია ფაქტიურად ეს ტრადიციული ბიუჯეტირების პროცესი, რომ ხარჯები სადღაც ძალიან არ გაიქცეს. ხო და განახლებული სტრატეგიული დაგეგმვა, რას გვეუბნება, რომ ძირითადად ორ კითხვას უნდა გავუცეთ პასუხი. ეს არის სად გვინდა რომ ვიყოთ რაღაცა 3-5 წლის მერე და როგორ ვაპირებთ იმ 3-5 წლის მერე იქამდე მისვლას. შესაბამისად გვჭირდება, რომ ფინანსურ ინფორმაციასთან ერთად გავაანალიზოთ რაღაც არაფინანსური ინფორმაციაც, ანუ წინა პერიოდის რაღაც სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და დამუშავება კი არ გვჭირდება მხოლოდ. სხვა არაფინანსური ინფორმაციის გაანალიზებაც გვჭირდება და ასევე ინფორმაციის მოსაძიებლად გვჭირდება როგორც შიდა წყაროები, ასევე გარე წყაროები, რა, ბევრი დიდი მოცულობის ინფორმაციის big data-ს რო ეძახიან, დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება გვიწევს. მაგალითზე შეიძლება ეს იყოს მომხმარებლის ქცევის ცვლილება დროში. რომ გავიგოთ, რომ მომხმარებლის მოთხოვნები როგორ იცვლება. ან შეიძლება იყოს ინდუსტრიის ტრენდის ცვლილება დროში ანალიზი და ასე შემდეგ. ეს ხო არ იყო მიზეზი, სანუქეთისთან გადავალ შემდეგი კითხვით. ეს ხომ არ იყო მიზეზი, რომ მაინც CFO-ა შერჩეული. ამ პოზიციაზე, ანუ ყოველთვის გქონდა ეს ამოსავალი, ვიდრე თქვენთან საუბრისთვის ვემზადებოდი. ხო შეიძლება და ამაზე სხვა აღმასრულებელდებიდან ვიღაცა სხვა შერჩეულიყო.
იგივე ვიდეო გლობალის მიერ და რაც თქვენ კრიტერიუმები დაასახელეთ, იგივე KPI-ებიდან და ყველაფრიდან გამომდინარე, ამის გამო ხო არ არის რომ CFO-ს ტრანსფორმირება ხდება CVO-თ და არა სხვა რომელიმე პოზიციას. ხო, იცით როგორ არის, ზოგადად ისე არის, რომ ყველა წამყვანი როლი ვიც არის ბიზნესში, ყველას უწევს რაღაცა გარკვეული ტიპის ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ გლობალიზაციის პროცესთან ერთად ეს გარდაუვალია. მაგრამ განსაკუთრებით CVO-ს, რომელსაც ფინანსებთან შეხება აქვს, უწევს ისეთ საკითხებში ჩართულობა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კომპანიის გაფართოებისთვის და მე მგონი მოულოდნელიც დიდად არ არის. ხო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი მივხვდი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია ზუსტად. მაინც CFO, რომელიც რაღაცნაირად აკავშირებს ფინანსებს და ღირებულებებს კომპანიაში. აი მაღალ მენეჯმენტთან ერთად შეიძლება ის იყოს, ვთქვათ, მან ყველაზე კარგად შეითავსოს ორივე რგოლი. ეს იმიტომ რომ გადააქციოს პარამეტრები, არაფინანსური პარამეტრები გაზომვად პარამეტრებად. ამას ხო უნდა გაყვეს გრძელვადიანად, ხო უნდა შეაფასოს ასევე. მარტო ფინანსური პარამეტრი რო არ შეაფასოს, წარმოიდგინეთ, რა აზრი ექნება ისეთი ღირებულების შექმნას, რომელიც შემდგომად რაღაც არ გაიზომება, რამდენად სარგებლის მომტანი იყო, რამდენად კარგი იყო ის, როგორც იმოქმედეს და ამიტომ მგონია, რომ ყველაზე კარგი რგოლი ამისთვის არის ფინანსური მენეჯერი, უბრალოდ სწორი რგოლი. მე მაინც მაინტერესებს ესეთი რამ. ვიდეო ჯორჯია ძალიან ბევრ ბიზნესთან არის ფაქტობრივად ყოველდღიურ კავშირზე თქვენი პორტფელიდან გამომდინარე. თან ძალიან ბევრი მიმართულება. როცა საუბარია ამ ტიპის კომპანიაზე და აი ეს ტიპ პოზიციის და როლის ტრანსფორმაციაზე. უნდა იყოს თუ არა ბიზნესი რაიმესთვის მზად წინარე და თქვენ ამ შემთხვევაში როგორც ვიდეოს მართველი პარტნიორი რა გზავნილს უკეთებთ მათ, რისთვის შეიძლება მოემზადონ და თქვენი როლი და ჩართულობა რა იქნება ამ ყველაფერში? მე მგონია რომ პრინციპში ჩვენ ქართულ ბიზნესების ყოველდღიურობაში ვართ ჩართული და ვიცით რომ მათ უამრავი სხვა გამოწვევა აქვთ. მაგრამ ვფიქრობ რომ ეს გამოწვევა მათთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი. რადგან აი როგორც ვთქვით, როლის ცვლილება წარმოიდგინეთ რომ ფინანსური მენეჯერი შეეცდება რომ დააფიქროს კომპანიები რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ კიდევ დამატებითი ღირებულების სახით საზოგადოებისთვის და საზოგადოებას არ გულისხმობ მარტო ზოგადად საზოგადოებას, მათი თანამშრომლებისთვის, იგივე ინვესტორებისთვის, იგივე გარემომხმარებლისთვის, ანუ მთლიანად საზოგადოებისთვის. ამიტომ მგონია რომ ეს როლი მათ მიეხმარებათ მხოლოდ უკეთესი განვითარებისთვის. ძვირფასო კეთი. ძვირფასო ბატონო საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიდის საითგენ, რომ მაგალითად პირობით გიორგი ისაკაძეს აწერია CFO რაღაცის. მე საბოლოო ჯამში აი იმ ტრანსფორმაციის შემდეგ CVO CFO ვიქნები თუ ესეც კიდე ამას დრო აჩვენებს თუ აი რასთან გვაქვს საკუთარი. საბოლოო ჯამში მიდის იქითკენ, რომ ყველა მმართველმა რგოლმა, ანუ მაღალი რანგის მენეჯერმა კომპანიაში უნდა იფიქროს კომპანიისთვის სტრატეგიული ღირებულების შექმნაზე. დაწყებული CFO-დან დამთავრებული ყველა მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლით, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ამ გლობალიზაციის პროცესში კომპანია წინ წავიდეს, არ შეფერხდეს და ეს კონკურენტული პოზიციონირება შეინარჩუნოს. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ CFO-ს შეიძლება კონდეს ზუსტად იგივე ტაიტლინგი, უბრალოდ თავარია ის იყოს ღირებულებაზე ორიენტირებული და სისტემა დაინერგოს აიმისოდ, რაც ბრძანეთ და ახსენეთ ყველაზე გასაგებად, ჩემი აზრით, რომ ის მიყვეს გრძელვადიანად ყველა იმ დაგეგმილ გამოწვევას, რაც ამ დროს განესაზღვრა მას. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება გეწეროთ CFO, მაგრამ თქვენ იყოთ ღირებულებაზე ორიენტირებული ლიდერი. და ეს გონია, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, კომპანიებს მხოლოდ და მხოლოდ მიეხმარება გრძელვადიან მდგრად განვითარებაში. კეთე მანზარიძე, ხალბატონებო და ბატონებო, ვიდეოს პარტნიორი, ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულების ხელმძღვანელი და მიხეილ ჟუჟუნაშვილი, ვიდეოს დირექტორი, ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგის მიმართულებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. წარმატებულ დღეს გისურვებთ.